სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლით დღევანდელი დღის მადლით მოხედოს უფალმა ჩვენს ერს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გაერთიანოს, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. მნიშვნელოვანი დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის, ყოველი ქრისტიანისთვის. ჯერ კიდევ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როდესაც ამ ქვეყანაზე ქადაგებდა სინანულს, სასუფეველის ცათას და ადამიანებს მოუწოდებდა სინანულისკენ და ასწავლიდა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, თუ რა არის მისი საზრისი, მისი ცხოვრების, მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მისი საზრუნავი რა უნდა იყოს, ამას ასწავლიდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და პირველ რიგში მოუწოდებდა ადამიანებს, რომ არ განეკითხა სხვა ადამიანები, ყოფილიყვნენ მიმტევებლები, შემწყნარებლები და ასწავლიდა, რომ არა გარეგნულად ემსახურა და აესრულებინათ ის მისი რჯულის დატოვებული მსახურებები, არამედ მთელი გულით ყოფილიყვნენ ღვთისმსახურები, მაგრამ ადამიანი ეჩვევა მდგომარეობას და მერე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ თვითონ იყოს მიმთითებელი, თვითონ იყოს განკიცხავი, თვითონ იყოს მსაჯული. ჩვენ არ დაგვადგინა უფალმა მსაჯულად, მსაჯული არის თვითონ უფალი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფალი არ ჯის არავის. მაცხოვარი ამ ქვეყანაზე მოვიდა იმისათვის, თვითონაც ამბობს სახარებაში, რომ მოვედი მსახურებად და არა რათა ვიმსახურო მე და თითოეული ჩვენგანი არ ვართ იმისთვის, რომ თქვენ გვემსახუროთ ჩვენ. რა თქმა უნდა, როდესაც სიყვარულია, როდესაც მეგობრობაა, როდესაც თანადგომა, ერთგულება, განწირვა, თავგანწირვა, იქ რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება ემსახურო კიდეც და ყველაფერი შეიძლება გააკეთო ადამიანმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოთხოვნილი, ჩვენი შინაგანი განწყობა არ უნდა იყოს, რომ მოვითხოვოთ ჩვენს მსახურება. ფერისცვალების დროს უფალმა მაცხოვარმა ჩვენი იესო ქრისტემ არის სახარებაში, რომ სხვა ფერად იცვალა. პირველად გამოუცხადა თავისი ღვთიური დიდება, ეჩვენა სხვა ფერად თავის მოციქულებს და იმ მადლით და იმდენად ეჩვენა, რამდენად შესაძლებელი იყო მოციქულების მიერ ამის ტვირთვა და ამის დატევება. რას გვანიშნებს, რას გვეუბნება დღევანდელი დღესასწაული, რომ ადამიანი უნდა იცვალოს სხვაფერად. ადამიანი, რომელიც შეუდგება ღვთისმსახურებას, რომელიც შეუდგება, რომ იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელსაც უნდა და მოდის ტაძარში, რომ მიახლოს წმინდა ხატებს, უბრალოდ ტაძარი მოილოცოს, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. უნდა მოხდეს ფერისცვალება ადამიანში, ის უნდა განსხვავდებოდეს იმ ადამიანისაგან, მე არ განვიკითხავ, მაგრამ ვამბობ ჩემზე, მე რო წარსულში ცხოვრობდი, სანამ ქრისტეს მივიახლებოდი, სანამ ქრისტეს შეუერთდებოდი და რო ცხოვრობდი, ცოდვილი ცხოვრებით და დაცემული რო ვიყავი და არ შემეძლო საკუთარი თავის განკითხვა და არ პოულობდი ჩემში ცოდვას და სულ სხვაში ვეძებდი ცოდვას, როდესაც მოვალ ტაძარში და შეუერთდები ქრისტეს და მივიახლები მას და ვცდილობ რომ ვიცხოვრო ქრისტიანული წესები რა არის, ღვთისდადგენილი, რომ ისევ ის მცნებები, რომელიც ისევ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ შეგვასრულებინოს მან ეს მის მიერ დატოვებული მცნებები, არის ის, რომ უნდა შევიცვალოთ ჩვენ. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერ სიტუაციაში, ახლობლებთან, მეგობრებთან, უცხო გარემოში, ჩვენ უნდა გვეტყობოდეს, რომ ქრისტიანები ვართ. მაცხოვარი ჩვენი ამბობს, რომელმან აღიაროსო წინაშე კაცთაო მაღიაროსო, მეცა ვაღიაროსო წინაშე ანგელოს და ღვთისათაო და ესი არის, თუ დავფარავთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, თუ მოგვერიდება ამისი, რომ თუნდაც მარხვას ვიცავთ, ან ვადიდებთ ღმერთს, ეს უნდა იყოს, აშკარა უნდა იყოს ჩვენი მსახურება. არ უნდა შეგვწყვეს ღვთის დიდების და მის მიერ გამოხატულება ჩვენი სიყვარულის, იმიტომ რომ პირველი საუკუნის რატომ ყავს პირველ საუკუნეებში უამრავი მოწამე. რატომ არის უამრავი მოწამე, რომ განსაკუთრებით ეს ეპოქა
პირველი საუკუნეებიდან შემდგომში არის განსაკუთრებულად რომ სულ მოწამეები ყავდა ჩვენს ეკლესიას, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც შეიცნობდნენ ქრისტეს, მზად იყვნენ რომ ქრისტესათვის მიეღოთ სიკვდილი. ვიცით უამრავი მაგალითი ამისი და განსაკუთრებით მინდა გამოვხო და გამოვხატო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრება, რომ საკუთარმა მამამ აწამა ის. საკუთარმა მამამ მოკვეთა თავი იმისთვის, რომ ის აღიარებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და აღიარებდა ქრისტეს. ესე უნდა ვიყოთ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ მზად წამებისთვის. არა ისე რომ აღიარებ ქრისტეს და გავალთ ტაძრიდან განვეშორებით აქაურობა სიწმინდეს განვეშორებით და ჩაფლული ცოდვებში ჩვეულებრივ ცხოვრობთ როგორც ცხოვრობთ. უნდა იყოს ფერისცვალება, ჩვენი თითოეული მიახლება წმინდა ზიარებასთან უნდა იყოს ჩვენი შემცვალებელი. უნდა გვეთყობოდეს ყოველ რა თქმა უნდა ძალიან რთულია რომ ადამიანმა ესე ერთი წამის ყოფაში შეძლოს, იმიტომ რომ თვითონ ღმერთიც არ დაუშვებს ამას, რომ ეს ერთ წამში შევძლოთ ეს, იმიტომ რომ მე რა უნდა ვაკეთოთ მთელი ცხოვრება, მე ამ პარტავნებაში ჩავარდებით, მე უფრო მეტ ცოდვაში ჩავარდებით. როცა დავიგულებთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენ უკვე თითქმის მივაღწიეთ იმ სულიერ სათნოებებს. ყოველდღიური მუშაობა ჩვენს თავზე, შინაგანი ჩვენი უნდა განვიკითხოთ. უნდა ვეძიოთ ჩვენს შინაგანში ჩვენი ცოდვები. უნდა დააუთმოთ ჩვენს თავს ყოველდღიურად გარკვეული დრო, რომ შევიმეცნოთ ჩვენი თავი. რა გავაკეთეთ, როგორ ცხოვრობთ. ღირს ნეტა იმ რაღაცა წამიერი სიამოვნებისთვის ღირს, რომ ადამიანმა ოჯახი დაუტევოს. ღირს იმ წამიერი სიამოვნებისთვის, რომ ადამიანმა ოჯახი მიატოვოს და გაეკიდოს სხვას და შეუდგეს სხვას და დაარღვიოს ეს სიწმინდე, რომელიც ღვთისგან არის ნაკვეთი. რა თქმა უნდა არ ღირს, იმიტომ რომ ღვთის წინაშე რო სწავლდგებით, ეს არის სათნოებები, რომლებიც უნდა მოვიპოვოთ ჩვენ ამ ქვეყანაზე. ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, თავგანწირვა, თავდადება, სხვანაირად არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არ არის მოვიდეთ და პირჯვარი გადავიწეროთ, სათელი დავამატოთ, მივუახლოთ ხატებს. სულ მაგ ამაზე შენიშნა, რომ ზიარების დროს განსაკუთრებით მიდის რაღაცა როგორ გითხრათ, სირცხვილია ასეთი მიახლება ზიარებასთან. იმის მაგალითად თუ იდგე შენთვის და ლოცულობდე და ღმერთს თხოვდე შეწყნარებას და ღმერთმა ყველა ცოდვა მოგიტევოს და ღმერთმა შეგცვალოს შენ, გარშემო მდგომ ადამიანებს ვაწუხებთ, ჯერ მიახლებით ერთმანეთთან, რომ ასე ახლოს მივდივართ ერთმანეთთან და მე ჩხუბით, რომ იმან ვიღაცას ადგილი არ დაუთმო, ან შენზე წინ ვიღაც წავიდა. ღვთელი გამოსულია ბარძიმით, რომ მიგიახლოს, მოგცეს საშუალება, რომ მიხვიდე წმინდა ზიარებასთან და ვერავინ ვერც ერთი თქვენგანი ვერ იტყვის, რომ ოდესმე ღვთელი ისე შევიდა საკურთხეველში, რომ თქვენ დარჩით უზიარებელი. მაგისთვის ვარ ჩვენ, რომ დავიხარჯოთ და ბოლომდე ვიყოთ იქ, სადაც ღმერთია, სადაც ქრისტეა და სადაც მოითხოვს ღმერთი ჩვენგან იმ ჭეშმარიტებას და იმ მსახურებას, რისთვისაც დაგვადგინა ჩვენ ღმერთმა და მადლობა ღმერთს, რომ არ გვაქვს იმის დანაკლისი და არ გვაქვს ის, რომ ჩვენ ეს ან გვეზარება, ან არ გვინდა ამის გაკეთება. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ თითოეული თქვენგან უნდა შეიცვალოს აუცილებლად. როდესაც მიახლებით წმინდა ზიარებას, უნდა სთხოვოთ ღმერთს, რომ ღმერთო, სულ განვიკითხავ ადამიანებს და ღმერთო მომეცი, შემცვალე ღმერთო, რომ აღარ განვიკითხავ ღმერთო, ადამიანების მიმართ მაქვს შური და ღმერთო მომეცი ძალა, აი ამ ზიარებით ისეთი ძალა მომეცი, რომ აღარ მქონდეს შური ადამიანების მიმართ. ეს არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ ისე მალე გადის დრო. დღეს ვიხსენებდით, რომ რამდენიმე წლის წინ ყველა ყრმობის ასაკში ვიყავით და დღეს უკვე ყველა მივიახლეთ იმ ჩვენი მშობლების ასაკს და იმ ასაკს, როდესაც შეიძლება რომ თითოეული ჩვენგანის ამ ქვეყნიდან ჟამი დადგეს, გასული ჟამი დადგეს და ესე ხელცარიელები, უნაყოფოები, რომელმაც ვერ მოვიმუშაკეთ და აი ღმერთი რო აძლევს, რო არის სახარებაში, რო აძლევს, რომ ეუბნება წადი ეს ჩემი მოცემული ტალანტი მოიმუშაკე და გაამრავლე და არ ვამრავლებთ ამას. ჩვენ უგავართ იმას,
ვისაც ერთი ტალანტი ჰქონდა და ისიც კი დაფლა მიწაში. რომ არ გაემრავლებინა და არ ემსახურა ღვთისთვის და ღმერთმა ინებოს რომ და ჩვენი მონდომება იყოს რომ თითოეული ჩვენგანი ვიყოთ იმ 5 ტალანტის მქონეები, რომლებიც ამ 5 ტალანტს 1000 აქცევენ და 100 აქცევენ, რომლებიც გაამრავლებენ. იმიტომ ვერ ცხონდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე ჩვენი დაბადება არის ჩვენი ცხოვნების მიზანი. უნდა ცხონდეთ. მაგრამ ეს ერთმანეთის განკითხვით, ერთმანეთის ჭამით, ერთმანეთის შურით, ბოღმით ვერ ცხონდებით. აუცილებელი ასევე შემწყნარებლობა და მიმტევებლობა, იმიტომ რომ ჩვენც არ გამგვიკითხოს უფალმა სათა სასუფეველში. რომ არ ვიქნებით განკითხავები და არ გვექნება აქ და არ დავუტევებთ ადამიანებს, რომ არ მიგვიტევებია მათთვის და არ მიგვიღია შენდობა, ასევე იქნება, როდესაც წარსდგებით ღვთის წინაშე, რომ უფალი არ განგვიკითხავს ჩვენ როგორც ის მრუში დედაკაცი არ განიკითხა, იმიტომ რომ ვართ ამის ღირსი, უფლისაგან ყველაფრის ღირსი ვართ ჩვენ, რომ უფალმა საშინელი სასჯელი მოგვაგოს ჩვენ. ისევ ცხოვრობთ, ისევ ვექცევით ჩვენს მოყვას, ისე ცუდად ვექცევით და იმდენად არ გვინდა, რომ ვიყოთ ქრისტიანები, რომ ყოველდღიურად, ყოველწამიერად ჩანს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქმედებაში, რომ არ ვართ ჩვენ ქრისტიანები. ღმერთმა შეგვცვალოთ თითოეული თქვენგანი, ღმერთმა ინებოს ჩვენი ფერის ცვალება, რომ ცხონდეთ, არა იმიტომ, რომ ვიღაცას თავი მოვაწონოთ, რომ აი ეს რა კარგია, როგორი ღვთისმიერია. ამისთვის არა, იმისთვის ვიცხოვროთ, რომ ცხონდეთ. საუკუნო ცხოვრებაში დამკვიდრება არის საოცრება არის. ასეთი სიხარული არ არსებობს. მამა გაბრიელის ლოცვა შეგვეწიოს და ინებოს ღმერთმა, როგორიც აი თვითონ იყო, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცხონებისთვის მიეღწია, არც ის დაცინვა, არც შეურაცხყოფა, არაფერზე არ უთქვა მსუარი, პირიქით ადიდებდა ღმერთს და მადლობდა ღმერთს და დღეს აგერ უამრავი ადამიანი მიემთხვევა მის წმინდა ნაწილებს, როგორ ესე ღმერთისგან უცებ ესე მოვიდა ყველაფერი მასზე და ესე გახდა წმინდანი. რა თქმა უნდა, საშინელი დამცირება, საოცარი ღვაწლი და შრომის ფასი არის ეს, რასაც ხედავთ ჩვენ აქ, რომ უდიდეს სიწმინდეს მიაღწია თავისი ცხოვრებით, როგორ საკუთარი თავისი ძულებით და მოყვასის სიყვარულით, რასაც მთელი ცხოვრება გადაგებდა მამა გაბრიელი, რომ არის ის, რომელიც სასუფეველში შეგვიყვანს, არის მოყვასის სიყვარული, თავგანწირვა, სინანული, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს ჩვენი ფერის ცვალება. მე ვთხოვ, ყოველდღიურად ვთხოვ, მთელი წირვა ვთხოვ ღმერთს, რომ ინებოს ჩემი სულიერი განახლება და სულიერად ესე არის ზიარების ლოცვებს ვინც კითხულობთ, იცით რომ ესე წერია იქ, რომ ღმერთო შემცვალო საფრთხოითა, სურვილითა შენითაო და ღმერთმა ინებოს, რომ თითოეული ჩვენგანი შეგვცვალო საფრთხოითა, სურვილითა, მისითა, რათა ცხონდეთ და დავიმკვიდროთ სათა სასუფეველო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ყველას შეგინდოთ სოდები და ღმერთმა დღევანდელი დღე იყოს ის, როდესაც ჩვენ შევიცვლებით და შეუდგებით ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწყოთ.